Დღეს ვსაუბრობთ აუტოიმუნურ დაავადებათა შორის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებაზე, ეს არის დიაბეტი ტიპი 1, რომლის მართვა საკმაოდ დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებთანაა დაკავშირებული. დიაბეტი ტიპი 1 მეტაბოლური დარღვევაა, რომელიც ვითარდება ინსულინის აბსოლუტური დეფიციტის გამო. იგი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ყველაზე ხშირია ბავშვებსა და მოზარდებში. დიაბეტიანი ბავშვებისათვის აუცილებელია სენსორული აპარატები, რომელიც მათ სისხლში ინსულინის დონეს მუდმივად აკონტროლებს. ასევე აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს ინსულინის მუდმივი მარაგი. საქართველოში მოქმედებს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, თუმცა მშობლები უამრავ ხარვეზე საუბრობენ, მათ შორის კი მთავარზე. პროგრამით გათვალისწინებულია დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების უზრუნველყოფა სენსორული აპარატებით, რომელიც ყველა ბავშვზე ინდივიდუალურად არ არის მორგებული. შესაბამისად, ხშირია მათი მოხმარების დროს სისხლდენა და ტკივილები, რასაც ემატება ღელვა ინსულინის მარაგზე. გარდა ამისა, სახელმწიფო პროგრამა დიაბეტის მქონე ბავშვებს სპეციალური პენსითა და საჭირო მედიკამენტებით მხოლოდ 18 წლამდე უზრუნველყოფს, როცა საერთაშორისო პრაქტიკაში დიაბეტი ტიპი 1-ისათვის შექმნილი საპენსიო ფონდი ახალგაზრდებს საშუალოდ 25 წლამდე უზრუნველყოფს. დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები არაერთხელ შეიკრიბნენ სამინისტროსთან, გვახსოვს აქციებიც, თუმცა ისინი კვლავ დაპირებების შესრულების მოლოდინში არიან. დღეს ამ თემაზე, სწორედ დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებთან ერთად გვინდა გავაგრძელოთ საუბარი, მაცაც უასათიანი და სანდრო კაკულია იქნებიან დღეს ჩვენი სტუმრები. გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობა, მადლობა. როგორ მიხარია შენი დანახვა, სანდრო? მე ძალიან მადლობა. დღეს ვსაუბრობთ ის თემაზე, რომელიც იდეაში სულ პრობლემა არის ხოლმე, მაგრამ ხანდახან უფრო რაღაცა ხშირად გვახსენდება ხოლმე, როცა მშობლები კიდევ ერთხელ გამოიჩენენ ინიციატივას და ისევ თქვენ ახსენებთ ხელისუფლებას, იგივე სამინისტროს და სხვა რგოლსაც, მედიასაც ხშირ შემთხვევაში, რომ ეს პრობლემა ყოველთვის დღის წესრიგში იყოს, ხო? ამიტომ უნდა დავიწყოთ მაცაცოსგან, რომელიც არის დიაბეტიან ბავშვთა მშობლების ორგანიზაციის წარმომადგენელი და თავად ყველაზე მეტ საუბრობს ამ პრობლემებზე. ეს არის სენსორული აპარატები, ამით დავიწყეთ, ხო? კიდევ ერთხელ მადლობა დიდი პირველ რიგში მოწვევისთვის. მე პირადად უკვე მეორეჯერ ვარ ამ გადაცემაში და მადლობას გიხდით ასეთი სენსიტიური თემით დაინტერესებისთვის. წინა შეხვედრისას გაცილებით უფრო მწვავე იყო ჩვენი პრობლემა, მაშინ იყო ინსულინის დეფიციტი. ამ დროისთვის ეს შედარებით აღმოფხვრილია, თუმცა პრობლემები ამ თემაში არ ილევა. დღევანდელი ჩვენი პრობლემა არის არანაკლებ მნიშვნელოვანი. ის რომ სენსორები, მოგახსენებათ, ყველაფერი ვითარდება, წინ მიდის. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც შეიძლება ითქვას დუხს და ამიტომ ჩვენთვის სრულიად გაუგებარია ესოდენ მნიშვნელოვანი დიაბეტი ტიპი 1-ის ბავშვებისათვის სენსორი რატო არ ეწევა განვითარებას. ანუ შემოსულია და გამოსულია ბაზარზე ახალი სენსორი, რომელიც გაცილებით ამარტივებს ყოველდღიურობას. თუმცა ამ ეტაპამდე ეს არ არის შემოსული ჩვენთან და გვაქვს ინფორმაცია, რომ თუ შემოვა, ისიც მხოლოდ 7 წლამდე და გაუგებარია რა დააშავეს დანარჩენი 7 წელს ზემოთ ბავშვებმა. მეორე საკითხი, რასაც შეეხეთ, კიდევ ეს არის 18 წლის შემდეგ. ბავშვებს ეხსნებათ აბსოლუტურად ყველაფერი, რითაც მანამდე იყვნენ ასე თუ ისე უზრუნველყოფილები და რჩებიან ფაქტიურად სრულიად ჰაერში. ანუ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა 18 წლის ბავშვმა, როგორ უნდა შეძლოს უზრუნველყოფა საკუთარი თავის, ისე რომ მან იმუშაოს კიდევაც და დაახლოებით თვეში 300-400 ლარის ხარჯი გაწიოს მინიმუმ. ეს მხოლოდ სენსორის ღირებულება ამდენი ვთქვათ, რაც თვის განმავლობაში თუ ინსულინის და სრულად ანუ ხდება მხოლოდ გარკვეული კონკრეტული ტიპის ინსულინების დაკმაყოფილება. მაგალითად, ჩემი შვილი მოიხმა სტრესიბას, რომელიც არის უახლესი ინსულინი და ანუ სრულად ერგება მის საჭიროებებს და 18 წლის შემდეგ მას ამ ინსულინით სარგებლობის უფლება აღარ ექნება. დამნაშავეა მისი სრულწლოვანება? სამწუხაროდ დამნაშავეა სრულწლოვანება და არც 18 წლის, არც 40 და არც 60 წლის ასაკში პირველი ტიპის დიაბეტი არ ინყურნება, მას ისევე სჭირდება მოვლა და ხშირად უფრო მეტადაც ვიდრე ბავშვთა ასაკში, ანუ სიცოცხლის ბოლომდე ეს ადამიანები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი. თუ არა სახელმწიფო პროგრამა სხვა ქვეყნებში არის, რომ ამას ანაზღაურებს დაზღვევა.
მაგრამ ჩვენ შემთხვევაში არც ერთი დაზღვევა ქრონიკულ დაავადებების ანაზღაურებაზე არ მოდის. სანდრო, თქვენ როდის შეეჩერხეთ პირველად სამ პრობლემას და ალბათ სანამ საკუთარ თავზე არ გამოსდით, ძალიან რთულია ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა აი უშუალოდ მშობლები იმიტომ არიან ყველაზე აქტიური და აფხიზლებენ ხშირ შემთხვევაში ამ მხრივად სხვებს, რომ როცა შენ გეხება უშუალოდ აი ამ პრობლემის წინაშე დადგები, ხვდები რამდენი უზუსტობა და ხარვეზია, ხო, ამ მხრივ. კი, ანუ პირველად რა მალე 10 წელი გახდება და ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ანუ იმის გამო რომ რაც ცნობადი სახე ვიყავი, თავი ჩავთვალე ვალდებულად, რომ ამ სტიგმის წინააღმდეგ მე გამელაშქრა, რა, იმიტომ რომ მანამდე რაღაც დიაბეტი ჩემთვისაც კი, ჩემს ირგვლივ ყველასთვის რაღაც რო გვესმოდა ხოლმე, ესე მესმოდა რომ ვაიმე დიაბეტი აქვს და აი რაღაც ძალიან თითქოს დამნაშავე დაავადება აქვს რაღაც, რომელიც უნდა დამალო რა და პირველი რეაქციაც ეგ იყო ჩვენ რო გავიგეთ რა. ჯერ ერთი აი თავში ისეთ სუდად ეხა არ ვიცი როგორ ხდება გულწრფელად რო გითხრა, მაგრამ ექიმების მიერ მოწოდებას იმდენად დრამატული იყო ისე მაგას შავად და ნაცრისფრად მახსოვს ეს პერიოდი, რომ შემოვიდა ექიმი ამ გაყინული სახელით, თქვენ შვილს დიაბეტი აქვს, არაფერი აღარ ეშველება, მთელი ცხოვრება ინსულინ დამოკიდებული იყო და ესე გავიდა. და აი რაღაც მთელი ცხოვრება რომ რაღაც ამაზე დამოკიდებული და პასუხები არ გაქვს. მერე იყო პერიოდი, რის გამოც კიდე დავიწყე, ანუ ხმამაღლა ლაპარაკი, რომ მოკლედ ეგ სტიგმას არსებობდა რა ადრე, რომ ესე ჩვენ ბებიების თაობაში თურმე რაღაც ქალებს უჭირდათ გათხოვება, იმიტომ რომ ვითომ რაღაც შვილის გაჩენის პრობლემა იყო თუ რაღაც მოკლედ რა. თუ დიაბეტის დიაგნოზი იყო. და ეხლანდელი ანუ მედიცინა ისე არის წასული, რომ ნუ ჩემს ირგვლივ მე სამეგობროშიც კი ანუ ჩემ ხელა ადამიანები მყავს, შვილების გაუშენია და მაგრამ ჩემს ირგვლივ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც რაც თავიდან მაგალითად მირჩიეს, რომ იქნება არ ვთქვათ. წარმოვიდგინე? ხო, იქნება არ ვთქვათ. ჩავეჭრები, აი ზუსტად ამიტომ ესეთი პრობლემებისთვის ჩვენ ვითხოვთ, რომ როგორც არის ცივილიზებულ ქვეყნებში აუცილებლად იყოს ჩართული ფსიქოლოგი. იმიტომ რომ ხშირად აღქმა, ისედაც შოკირებული მშობლის ძალიან რთულია და შემდეგ ბავშვის ორმაგი ტრაუმატიზება ხდება, ჯერ ერთი რომ დაავადებას ეჩეხება და მისი მართვა უწევს და მეორე როგორ წარადგინოს თავის საზოგადოებასთან, როგორ აღიქვას ბავშვმა და ხშირად ეს არასწორად მიწოდებული ეს ინფორმაცია ბავშვისთვის არის დიდად ზიანის მომტანი, იმიტომ რომ ის მალავს თავის დიაბეტს,ერიდება სენსორის გაკეთებას,ერიდება საზოგადოდ ინსულინის მოხმარებას, რამაც შეიძლება საკმაოდ ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს და ამიტომ აუცილებელია ვფიქრობთ, რომ ამ პირველად რგოლში მოხდეს ფსიქოლოგის ჩართვა და ასევე ნუტრიციოლოგის კიდევ. სანდრო, ეს ჩვენი პლატფორმის პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პროცესები ახლა საკმაოდ დაძაბულია ისევ, ხო? არ გამოგვჩეს ყველაზე მთავარიც. ის რაც ჭირდება ბავშვებს. აი დღეს რომ აგვიხსნათ, მე მახსოვს პირველად, როდესაც სენსორები შემოვიდა, ალბათ ბევრმა იცის, მაგრამ ვინც არ იცის, მოკლედ ავუხსნათ მაყურებელს, ხო? ეს არის ინსულინის რაოდენობის მზომი, რომელიც არ ითხოვს აი ზედმეტ ჩხვლეტას, ვთქვათ, სისხლდენა კილოს რო იწევს ხოლმე, არამედ იკრავენ, ხო, მხარზე, რამდენადაც ვიცი და რამდენიმე დღის ვად განმავლობაში 24 საათიან მონიტორინგის საშუალებას იძლევა, ხო? თავიდან როცა ეს სენსორები გამოჩნდა, მახსოვს რომ იყო საკმაოდ ხელმიუწვდომელი ფასში. ახლა როგორ არის ეს ფასები და საერთოდ რა უნდა კეთდებოდეს იმისთვის, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მშობლებისთვის? ახლა ბაზარზე მაგალითად რა არსებობს ფასიანი სენსორები, რომელიც ისეთი ძვირი ღირს, ანუ დაახლოებით 12-14 დღე ეძლევს და მაგისთვის გჭირდება სადღაც 200 ლარი უეჭველი. ვიღაცებს ჩამოვაქვთ ევროპიდან, წარმოადგენლობა არ არსებობს, ანუ რაღაც თქვათ Libre არის ეგეთი კომპანია. ასევე სახელმწიფომ შემოიტანა ეს უფასო, რომელიც გარდა იმისა, რომ თქვათ დისტანციური ასევე ტელეფონში შეგიძლია რომ იხმარო, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან ბევრ შემთხვევაში ამ ბავშვებში გამოიწვია რაღაც ალერგიული რეაქციები და ან ეხლა რაც მას ლაპარაკობდა, ამის დააპგრეიდებული ვერსია გამოვიდა.
მთელი ამბავი რაშია, რომ თუ ზრუნავთ ამ 1500-2000 ბავშვზე, რომელიც მთელ საქართველოში აი ეს რაოდენობაა რეგისტრირებული და აქედან გამოყოფ, რომ იცი რა, კი ბავშვი არის, 9 წლის ბავშვიც არის, მაგრამ მოდი ეხლა მარტო 7 წლამდე მივცეთ, მე 8 წლამდე რაღაცნაირად ყოფ, რომ 1500 ბავშვს არ შეგიძლია რომ ერთდროულად უყიდო ეს სენსორები რა. კიდევ რაღაცა ამ ისედაც მოწყვლადი ჯგუფის, კიდევ მცირე ჯგუფის სტიგმატიზირებას იწვევ რა. ამიტომ არის რომ ჩვენი ერთიანობაც რა არის რა მშობლების რომ ანუ თუ ერთ ბავშვს აძლევ, ბარემ ყველას მიეცი. ანუ თუ ერთ ბავშვს ეხმარები, მოდი ყველას დაეხმარე რა. იმიტომ რომ მეც და თან იქნებ განახლებული ვერსიით, ხო? ანუ როგორც ვიგებ თქვენ მქონდა რაღაცა გაუმჯობესებული სიზღდენა, ხო, ალერგიული რეაქციები და ასე შემდეგ. და ბოლო პასუხი რა იყო? როგორც შეხვედრებს საწარმოოდ მეტნაკლებად მშობლები ცდილობენ რომ გავიდნენ ხო კავშირზე. აი ახლა ბოლო აპდეიტები იცის. მეტნაკლებად გვაქვს კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. გვპირდებიან რომ იმუშავებენ ამ საკითხზე, თუმცა რამდენად პასუხი იქნება დადებითი და ჩვენთვის მისაღები, ეს ჯერ არ ვიცით და მოლოდინის რეჟიმში ვართ ისევ და ისევ. ეს ბოლო დანაპირები როდის გაიცა? მე ვიყავი დაახლოებით არჩევნებამდე. დღის წინ შეხვედრაზე. და დიდი იმედი მქონდა რომ არჩევნების თემა აქტუალური ჯანდაცვის სამინისტროსთვის ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მშობლები მივმართავთ უკიდურეს ფორმას და ვაწყობთ აქციას. დანარჩენი საუბრით, მოთხოვნით, სატელეფონო საშუალებებით სამწუხაროდ არ ხდება ხოლმე უკავშირი და ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც არ შემიძლია არ აღვნიშნო, არის ჯანდაცვის სამინისტროში კადრების ხშირი ცვლილება. ან როდესაც გავივლით მასთან რაღაც საკითხებია და მე პრობლემებს მივაწვდით, დაგვირდებიან მოგვარებას. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივდივართ და აბსოლუტურად სხვა ჯგუფთან გვიწევ შეხება და აბსოლუტურად იგივე გზის გავლა, რაც უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში დროში ჭიმავს ამ ყველაფერს. და როგორც ალბათ ბიუროკრატი ალბათ ყველგან არის, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით შესამჩნევია ხოლმე რა, რაღაც მართლა რომ დიდი გზა უნდა გაიარო. რაღაც გვარებს გისახელებენ, ის შეხვდა, ეს შეხვდა. ბოლოს რო ვიყავი, მოკლედ არჩევნებამდე ცოტა ხით ადრე, რო დასრულდა ეს შეხვედრა, იმის მერე, რო გენახათ მისაღებში ქვემოთ რა ხდებოდა ჯანდაცვის სამინისტროში. ან სანამ ყვირილზე არ გადავიდნენ ქალები, ხმამაღალ აი ყვირილზე რო ვინმე გამოვიდეს, იქამდე მოკლედ რაღაც პასუხის მიღება ვერ ხერხდებოდა რა და კიდე ერთ რაღაცას დავამატებ გარდა მედიკამენტებისა აი სუსტავი და რაც დავიწყე რა სტიგმაზე ლაპარაკის სახელმწიფომ კიდე უნდა იმუშაოს რომ მარტო რაღაც კერძო მედიის ანაბარა არ იყოს და ჩვენი დაგუგლის და ხო რაღაცა საკუთარი თვით განათლების მიღებული ინფორმაციით რომ რაღაც ზოგადი კამპანიები ჩაატარონ და სკოლებში ისიც რა ხდება ანუ მასწავლებლები არ არიან გადამზადებული საჯარო სკოლებში ანუ არ იციან ხანდახან ისე ხდება ხოლმე რომ დასვენებაზე არ უშვებენ დიაბეტიან ბავშვს სათამაშოდ თავის თანაკაცებთან ერთად იმიტომ რომ ეშინიათ რომ არ დაუვარდეს შაქარი ანუ და სკოლაშიც ეგ ხდება, წარმოვიდგინეთ, სამეზობლოშიც ვიღაცა მეზობელი, რომელიც იტყვის, რომ იმას დიაბეტი აქვს, იმას ის აქვს, არსებობენ, დღემდე არსებობს მოსწრებები, არის თუ არა გადამდები, აი, ეგ კითხვებიც კი ჩნდებოდა დასაწყისში, დიაბეტი გადამდებია და რავი, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანია დაწყებული, ვისაც დიაბეტი აქვს დღემდე, ან ვისაც ჰქონდა, მსახიობები, ჰოლივუდი, არ ვიცი, რაღაცა ბავშვები, მომღერლები, საქართველოშიც ყავს მე მგონია რომ სკოლებში რაღაც განათლების სამინისტროსთან ერთად ჩვენც მზად ვიქნებით რომ ჩავებათ ამ კამპანიაში რომ დავეხმაროთ ამ ბავშვებს და ქუჩაში რომ გამოვლენ არ გაუტყდეთ რომ მხარი მოიშიშლონ და ინსულინი გაიკეთონ ან მუცელში რა იმიტომ რომ თქვათ რაღაცა ასმა კაცმა არ გახედოს სუდად რა და რაღაცა მართლაც რომ ასისტენტების პრობლემა ბოდიშ ამას გაუსმევ კიდევ ხას ანუ ასისტენტი დამხმარეები რომლებიც ბაღში აქ ბავშვებს ან სკოლაში ამის მოძიება ცოტა თულია და გადასამზადებელია და ხელფასი სიცილე ჩვენ დრო ამოიწურა თუმცა ეს პრობლემა ნამდვილად მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ რომ ალბათ ხო დროულად იქნება ეს საკითხი მოგვარებული მადლობა დაგემშვიდობებით